ამაზე გვიწევს ახლა საუბარი. და ძალიან საჭირო და მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს ამბავი, რაზეც ახლა უნდა ვისაუბროთ, სულ დაახლოებით 40-45 წუთში აიღებს სტარტს. აიღებს სტარტს, ასეა. მოკლედ 5 მარტს, ანუ დღეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყება. სარეგისტრაციო ველი უკვე 1 საათზე ნაკლებ დროში, დილის 10 საათზე გაიხსნება და 2 აპრილს 18 საათზე დაიხურება. რა სიახლეებით ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის ეროვნულ გამოცდებს, ამას გავარკვევთ სულ რამდენიმე წამში, შემოგვიერთდა ნინო წერეთელი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი. დილამშვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით სრულიად საქართველოს უღმესი. მადლობა ამ საკითხით დაინტერესებით, თუმცა მართლაც სრულიად საქართველოს მოიცავს ხოლმე ეს ეტაპი. ნამდვილად, მადლობა მობრძანებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ახლა სულ მოუთქმელად ელოდება თქვენგან ძალიან მნიშვნელოვან და საჭირო ინფორმაციას და დავიწყოთ სიახლეებზე საუბრით. წელს სიახლით ხდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. სარეგისტრაციო პროცესი ბუნებრივია და რა სიახლეებია? მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ზუსტად ეს არის ის პერიოდი, სადაც რეგისტრაციის პროცესის წარმატებით დასრულების შემდგომ ნებისმიერი გამოცდისთვის პირველი ეტაპია. თუ რეგისტრაციას არ დაასრულებენ 2 აპრილის 18 საათამდე. ეს ნიშნავს იმას, რომ საგამოცდო პროცესში ვერ მიიღებენ მონაწილეობას. ამიტომ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ურჩევთ თითოეულ თქვენ გამოსაცდელს, რომ კარგად გაიცნოს რეგისტრაციის ინსტრუქციას და განსაკუთრებით თარიღებზე ვამახვილებთ ყურადღებას. წელს გვაქვს სიახლე მცირედი, მაგრამ გამოსაცდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ის პირები, რომლებიც 2 აპრილის 18 საათამდე გადაიხდიან საფასურს გამოცდის, მაგრამ რაიმე მიზეზის გამო ვერ შეძლებენ დარეგისტრირებას, ანუ რეგისტრაციის პროცესის ბოლომდე მიყვანას, მათ ექნებათ საშუალება 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაციის პროცესი. ეს მხოლოდ მათთვის არის, ვისაც გადახდილი ექნება გამოცდის საფასური. ეს არის სიახლე. ძალიან კარგი სიახლე. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირების სურვილებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ როგორც ყოველთვის რამდენიმე ეტაპიანია ეს ყველაფერი, რა ეტაპებზეა საუბარი, უფრო კონკრეტულად რო უთხრათ ჩვენს ტელემაყურებლებს და შემდეგ სხვა დანარჩენ საკითხებზეც გავამაყურებთ. დიახ, რაზედაც უკვე ვისაუბრეთ, ეს ეხება სამივე გამოცდას, მაგრამ რაც შეეხება ეხა აბიტურიენტებს. დიახ, ჩვეულებრივად 2 აპრილის 18 საათამდე საფასური უნდა გადაიხადონ, რეგისტრაცია უნდა გაიარონ, თუ რეგისტრაციას ვერ დაასრულებენ, მათაც ასევე ეხებათ 10 აპრილის 18 საათი რეგისტრაციის დასრულებისთვის. მე ამას ძალიან ხშირად გავიმეორებ, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეხლა შემდგომი 2 აპრილიდან 10 აპრილამდე დამატებით აბიტურიენტებს აქვთ საშუალება შეცვალონ საგამოცდო ქალაქი, შეცვალონ არჩეული საგნები დაუმატონ და ასევე გამოცდის ენა შეცვალონ სურვილის შემთხვევაში. ეს რამდენჯერ არის შესაძლებელი ამის გაკეთება? ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 10 აპრილამდე. ნახეთ, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზედაც ირჩევენ ამ ყველაფერს, ანუ საგნების ჩამონათვალი, ქალაქი, სადაც საგამოცდო ცენტრში უნდათ გაიარონ გამოცდა, მაგრამ მხოლოდ აბიტურიენტებს ეძლევათ საშუალება, რომ უკვე არჩეული ქალაქის საგანი შეცვალონ და დააფიქსირონ. რაც შეეხება კიდევ გვაქვს ერთი ეტაპი, ეს გახლავთ საგანმანათლებლო პროგრამების ის პრიორიტეტული ჩამონათვალი, რომელსაც ირჩევენ აბიტურიენტები. აქ ძალიან დიდი თავისუფლება გვაქვს დაწყებული, აი ზუსტად დღეიდან, ასე ვთქვათ, რამოდენიმე თვის განმავლობაში ყოველთვის შეუძლიათ ამ ჩამონათვალს გადახედონ და შეცვალონ, ან დაამატონ, ან წაშალონ, ან თავიდან გაიარონ, ასე ვთქვათ, არჩევანი, მაგრამ პროცესი დამთავრდება აპელაციის უკაცრავად აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ეს გახლავთ აგვისტოს თვე. ამიტომ პერიოდი ძალიან დიდია და შეუძლიათ, რა თქმა უნდა, სწორად და გონივრულად გაიაზროს. და რამდენჯერაც მათ მოუნდებათ, იმდენჯერ აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალონ. ეს ფაჯარა, ასე ვთქვათ, ღია. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი არის უკვე წლების განმავლობაში რაღაც ესეთი დაუსრულებელი ციკლი, ადამიანები აბარებენ, ავსებენ
ყოველ წელს ხდება ერთი და იგივე. მოკლედ, მაინც გამოიკვეთება ხოლმე ძირითადი შეცდომები, რომელსაც საკმაოდ ხშირად უშვებენ აბიტურიენტები და გამოსაცდელები. რა არის ეს შეცდომები და რაზე გაამახვილონ ადამიანებმა განსაკუთრებული ყურადღება, რომ წელს რაიმე ხარვეზი არ მოუვიდეთ, მოკლედ. მოდით დღეს მაინც მხოლოდ რეგისტრაციის პროცესზე ვისაუბროთ, იმიტომ რომ არის სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა შეცდომები, მაგრამ რაც შეეხება რეგისტრაციას, ზუსტად აი ამ ფაქტების და ხშირად შემოსული განაცხადების საფუძველზე მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც უკვე გავახმოვანეთ ის სიახლე და ზუსტად ამიტომაც საქართველოში ხო იცით როგორ ხდება, ყველა საფასურს იხდის ბოლო წუთას, ბოლო დღეს რეგისტრირდება და ამიტომაც აი განცხადება უნდა დაეწერათ, მოემართათ ამ ეს ხო ძალიან ბევრ ღელვასთან, დროსთან და ასე. ამიტომ ჩვენ გადავწყვეტეთ ასე გაუმარტივოთ ჩვენს გამოსაცდელებს რეგისტრაციის პროცესი. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქალაქი აუცილებლად უნდა აირჩიონ, სადაც უნდა და დამიჯერეთ აქაც უშვებენ შეცდომას. აუცილებლად ამას ყურადღებით უნდა გაეცნონ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი პირადი ნომრის გამოსაცდელის პირადი ნომრის სწორად შეყვანა ჩვენს პორტალზე და ერთი საკითხი კიდე. ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები, რომელსაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ და რა თქმა უნდა, აქაც წერილი უნდა მონიშნონ რეგისტრაციის დროს და მერე უკვე წერილობით მოგვართავენ, რომ მისი საჭიროებიდან გამომდინარე მოუმზადოს საგამოცდო სივრცე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მიაქციო ყურადღება თარიღებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დამიჯერება. ყურადღება არის უმნიშვნელოვანესი, რაც უნდა გამოიჩინოს აი მნიშვნელოვან პროცესში. პირველი გამოცდა არის რეგისტრაცია, პრინციპში ასე გამოდის და მოდით ასე ვთქვათ, 2025 წლის საგამოცდო პროცესი დაიწყო, რომელიც რამოდენიმე ეტაპიანია და პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ეს ეტაპი 5 მარტიდან, აი როგორც გვებძანეთ, სადღაც 40 წუთში უკვე დაიწყება რეგისტრაცია. 5 მარტიდან 2 აპრილის 18 საათამდე აუცილებლად უნდა საფასური გადაიხადონ და გაიარონ რეგისტრაცია. რეიტინგ Google სიაზეც უნდა გკითხოთ, იმიტომ რომ უნივერსიტეტებში არის ძალიან დიდი კონკურენცია. შესაბამისად, აბიტურიენტები, რომლებიც ირჩევენ სხვადასხვა უნივერსიტეტს, ექნება თუ არა მათ შესაძლებლობა, რომ ნახონ ამა თუ იმ უნივერსიტეტში რამდენ ადამიანს სურს მოხვედრა მათთან. დიდი მადლობა კითხვისთვის. დიახ, ეს საშუალებაც ნებისმიერ აბიტურიენტს გააჩნია, ისინი თავიანთ პორტალზე და ძალიან კარგად ხედავენ, სად როგორი კონკურსი, ანუ რა რაოდენობაზე უნივერსიტეტის მიერ კონკრეტულ საგამოცდო პროგრამაზე გამოცხადებულ ადგილებზე რამდენი ადამიანია უკვე მსურველი და რეგისტრირებული, რამდენად მაღალია კონკურენცია, ამას ყველაფერს თვითონაც ძალიან კარგად აფასებენ. ზუსტად ეს ინფორმაციაც იმისათვის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მოწესრიგებულია, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად მინდა გაუსვა ხაზი. გარდა ამ ნიუანსისა, როცა ხედავს თუ არა კონკურსს, ყველაზე მნიშვნელოვანი იცით რა არის, აი ხშირად დაშვებული შეცდომებიდან. რატომღაც ძალიან ხშირად 2-3 პროგრამას შემოხაზავენ ხოლმე. შეუზღუდავია რაოდენობა ამ თვალსაზრისით და ძალიან ხშირად ვერ კონკურსის პირობებს ვერ ლახავენ. გადასარევად აბარებენ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი არა, ზოგჯერ ის, რასაც უნივერსიტეტი აწესებს უკვე გაზრდილ კომპეტენციის ზღვარს, იმასაც ლახავენ, ან წარმატებით აბარებენ გამოცდებს და სამწუხაროდ რჩებიან უმაღლესი განათლების გარეშე მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ 2-3 პროგრამა აქვს შემოხაზული. ეს რეკომენდაცია იქნება, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენს ყოველ წელს ვსაუბრობთ ამაზე, თქვენ იცით, რომ ჩვენთან ცხელი ხაზი გამუდმებით მუშაობს, გვაქვს Facebook გვერდი, ყველგან ყველა საშუალება. რა თქმა, აი რაც შეეხება ამას, ღია კარის დღეებს და მათ შორის ჩვენი გადაცემაც საინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა, მაგრამ აი საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით აუცილებლად ტრადიციულად უკვე აქ 20 წელიწადია შეფასებისა და გამოცდების ცენტრი აკეთებს განსაკუთრებით აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღეებს, ეს გახლავთ როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმშიაც, ონლაინ ზოგჯერ უფრო ხელმისაწვდომია. ჩვენ ვეცდებით წელსაც როგორც წინა წლებში, რომ მაქსიმალურად დავფაროთ საქართველოს ყველა რეგიონი და აი აქ
პირველ ეტაპზე რა თქმა უნდა რეგისტრაციაზე ვისაუბრებთ, ამ პრობლემებზე ვისაუბრებთ, მაგრამ მერე უკვე დაიწყება საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელების, ჩვენი სპეციალისტები, ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გასცემენ დაინტერესებულ პირებს. ძალიან დიდი მადლობა. გისურვებთ წარმატებულ საგამოცდო წელს, ასევე უსურვოთ წარმატება ყველა გამოსაცდელს. ჩვენს გამოსაცდელებს მინდა წარმატებები ვისურვო. კი ბატონო, და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ დილა დაიწყეთ ჩვენთან ერთად და მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარეთ ჩვენს ტელემაყურებელს. მადლობა თქვენ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ